მივესალმებით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენთან მოსულები, არიან აქ პრაქტიკანტებიც და სტაჟიორებიც. სტაჟიორები მოგეხსენებათ არიან 6 თვით განაწილებული სტრუქტურებში. თქვენთანაც იყო შემოტანილი, მაშინ გახსოვთ და არ იყვნენ, ვერ შევაფასეთ საკმარისად, რომ დაგვეტოვებია კონკურსის მეშვეობით დაგვეტოვებია ახალგაზრდები, მაგრამ ეს წინ როს ხედან ესენი არიან სტაჟიორები, რომლებიც კონკურსის მეშვეობით არიან 6 თვის განაწილებული საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურებში. აგრეთვე არიან უკან ხედან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები. ესენი არიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებიც ერთხიან პრაქტიკას გადიან ჩვენთან. და შემდეგ ალბათ მოიფიქრებენ, მოუნდებათ თუ არა ჩვენთან სტაჟირების 6-თვიანი კურსის გავლა და შემდეგ ისინიც ალბათ კონკურსს გაივლიან და ისევ შემოვლენ ჩვენთან. ბატონი გიორგი კახიანი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ და ქალბატონი დინარა დოხნაძე გახლავთ აპარატის უფროსი ამავე კომიტეტის. ბატონო გიორგი, ჩვენ ვეკითხებით ხოლმე თვითონ სტუმარს, ეხლა არ ვიცი, სტუმარი ალბათ ჩვენ ვართ თქვენთან, თუ თქვენ ჩვენთან, ვეკითხებით ხოლმე, ეხლა თქვენ კომიტეტს ძალიან ბევრი ფუნქციები აქვს, მეტი რო არ შეიძლება, ეს ფუნქციები აინტერესებთ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს და აი ყველაზე ისეთი შრომატევადი ფუნქცია რომელიც ყველა შრომატევადია საპროცედუროს, ეხლა რო გადავხედე, ვიფიქრე, რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო. ფაქტიურად ესენიც უყურებენ ხოლმე, გადახედავენ, როცა წინასწარ ხვდებით ხოლმე ვინმეს იმ კომიტეტის ფუნქციებს, რომ ასზე იყვნენ ბავშვები და შეგვიძლია შევეკითხოთ თუ რამე ისეთი კონკრეტული აინტერესებთ, როგორ გინდათ ახალგაზრდებო ისაუბროს ბატონმა გიორგიმ თავის კომიტეტის ფუნქციებზე? კი ბატონო. თუ შეიძლება, დიდი ბოდიში, ძალიან ბევრი. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი კომიტეტის საქმიანობით. მე მოხარული ვარ, რომ ესოდენ დიდი ინტერესი არის ამის. მიხარია, რომ აქ ხედავ ჩემს ყოფილ სტუდენტებსაც მათ შორის, კი და არაერთ სხვათა შორის, რომლებთანაც მე სხვათა შორის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, აქ ბევრი თქვენ ესე ბრძანეთ და უნივერსიტეტი არის ფაქტობრივად ჩემი მეორე თუ პირველი ეს კიდევ საკითხავია, იმდენად მიყვარს თქვა უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფაქტობრივად ნახევარი ცხოვრება სწორედ უნივერსიტეტთან მაკავშირებს. და ეს ის ადგილია, სადაც სწორედ კონსტიტუციურ სამართალს და კონსტიტუციურ სამართალთან დაკავშირებულ ეს ვთქვათ სხვადასხვა საგნებს კითხულობ. ფაქტობრივად ყოველკვირეული დღემდე უნივერსიტეტთან მე ურთიერთობა არ გამიწყვეტია და შეხება მაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ აქ ბრძანდებით უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის სტაჟიორებს მივესალმებით და მოკლედ მოგახსენებთ, ესე იგი, მე მგონი ასე ჯობია ესე გავაკეთოთ. მე მოკლედ ვისაუბრებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის რაღაცა სპეციფიკაზე, რომელიც მას ნამდვილად განასხვავებს სხვა კომიტეტებისაგან და შემდგომ ეხლა თქვენ თუ კითხვები გექნებათ, რა თქმა უნდა, მზად ვარ რომ კონკრეტულ კითხვებზე გაგცეთ პასუხი. დავიწყებ იმით, რომ მოგეხსენებათ, რომ ეხლა პარლამენტი როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ხო, რომლის ასე ვთქვათ, ძირითადი ფუნქციები თავად კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს არის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა, ეს არის საკანონმდებლო საქმიანობა და ეს არის მთავრობის კონტროლი, ხო? აი ეს ძირითადი ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანწილად ის სტრუქტურული ერთეული პარლამენტის, რომელიც რა თქმა უნდა უდიდეს სამუშაოს ასრულებს პარლამენტის საქმიანობაში და ყველა ამ ფუნქციის, ესე ვთქვათ, რეალიზებაში, რა თქმა უნდა, ესენი არიან პარლამენტის კომიტეტები და თქვენ იცით, რომ ზოგადად 15 კომიტეტი არის პარლამენტში, თითოეულ მათგანს თავისი, ესე ვთქვათ, სფერო, თავისი კომპეტენცია გააჩნია. ისე არ გავიგოთ, რომ რომელიმე კომიტეტს რაღაც განსაკუთრებული სტატუსი გააჩნია, ყველა კომიტეტი არის აბსოლუტურად ერთნაირი სტატუსის მქონე, თუმცა რა თქმა უნდა, სფეროების მიხედვით არიან ეს კომიტეტები დაყოფილი, ხო? და სხვათა შორის მინდა გითხრათ, ყველა კომიტეტს ყავს თავისი
ესე თქვათ კონტროლის ქვეშ თუ შეიძლება ესე ითქვას კურატორობის ქვეშ ყოფი ესა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ესა თუ ის სამინისტრო ხო აი მაგალითისთვის გეტყვი თქვათ იქ ჯანდაცვის კომიტეტი თქვათ ჯანდაცვის სამინისტროს ეს თქვათ აკონტროლებს კურატორობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში განათლების სამინისტრო განათლებას აგრარულ საკითხას ასწავლოს და ასე შემდგომ და რატომ გეუბნებით ამას რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ თვალსაზრისით არის ეს თქვათ განსაკუთრებული კომიტეტი ჩვენ არ აქვს ისეთ სამინისტრო რომელსაც ესე პირდაპირ თქვათ კურატორობთ და ვაკონტროლებთ მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ის ფუნქცია რომელიც გააჩნია ნებისმიერ კომიტეტს და ეს არის ის პირველ რიგში რომ ჩვენ შეგვიძლია და არა მარტო შეგვიძლია არამედ ჩვენი ვალდებულებაც არის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების თუ თანამდებობის პირების კონტროლი. ხა მე როგორ ვიზამ, იცით, პირობითად დავყოფ, მე გითხარით, რომ ამ კომიტეტს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აქვს მთელი რიგი ფუნქციები, რომელიც რა თქმა უნდა საერთო არის სხვა კომიტეტებთან ერთად და მსგავსი, ესე ვთქვათ, და ვსაუბრისხმობ რას, ეს არის რა თქმა უნდა კანონშემოქმედებითი საქმიანობა, რომელსაც კომიტეტი ძალიან აქტიურად ეწევა, ეს არის მთავრობის კონტროლი და ამის გარდა არის კიდე მთელი რიგი სპეციფიური ფუნქციები, რაზეც ასევე ცალკე ვისაუბრებ და რაც სხვა კომიტეტებს არ გააჩნია, ამ თვალსაზრისით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი არის განსხვავებული და უნიკალური. ეხლა რაც შეეხება იმ საერთო ვთქვათ ზოგად ფუნქციებს, ხო? ეს ერთ-ერთ ძირითად. პრინციპში არასწორი იქნება რომელიმე ფუნქცია გამოვყოთ და რომელიმე ვთქვათ ძირითადი უწოდოთ, მაგრამ ვისაუბრობ იმაზე, რაც თქვათ სხვა კომიტეტებიც აკეთებენ. ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ხო? როგორც წესი, როდესაც კანონშემოქმედებითი საქმიანობაში არის საუბარი ყველა კომიტეტს აქვს რაღაც თავისი კანონმდებლობა, თავისი რაღაც სფერო, რომელშიც იგი აქტიურად არის ჩართული. ზოგადად, რა თქმა უნდა, ნებისმიერ კომიტეტს და მათ შორის საპროცედურო საკითხთა და კომიტეტს შეუძლია ნებისმიერ კანონ პროექტის განხილვაში იყოს ჩართული, მაგრამ რეალურად ესე არის, რომ როდესაც ყველა კომიტეტს აქვს თავისი სფერო, ესე ვთქვათ, კანონმდებლობის, საკანონმდებლო აქტების, რომლებშიც განსაკუთრებით არის ჩართული და განსაკუთრებული როლი მიუძღვის, ეს ვთქვათ, აი ამ თვალსაზრისით საქმიანობაში. ამ მხრივ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს და პრინციპში ამ კომიტეტის ვთქვათ გარეშე არც ხდება ვთქვათ ისეთი აქტის საკანონმდებლო აქტში აი მეცნიერების განხორციელება ან გნებავთ რაღაც ვთქვათ პროექტის მომზადება როგორც არის პარლამენტის რეგლამენტი ხო მოიხსენებათ ეს არის ის ძირითადი აქტი რომლითაც საქართველოს პარლამენტი საქმიანობს აქტი, რომელთაც განსაზღვრული არის, თქვათ, პარლამენტის დაწყებული არჩევნების სპეციფიკიდან, პარლამენტის წევრის სტატუსი, სტრუქტურა პარლამენტის, თქვათ, უფლებამოსილებები, რაღაც სპეციფიური ის ფუნქციები, რომელიც პარლამენტს გააჩნია და, როგორც წესი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, როდესაც რეგლამენტში რაღაც ცვლილებაზე არის საუბარი ან გნებავთ აი თქვათ მომავალში რაღაც განსახორციელებები რაღაც ცვლილებებზე იგეგმება ესე თქვათ საუბარი ბუნებრივია ჩვენ ვართ სწორედ ამ პროცესში ძირითადად ჩართული და როდესაც საუბარი არის მაგალითად კომიტეტების განსაზღვრაზე ხო თქვენ იცით რომ ნებისმიერი კანონ პროექტის განხილვის დროს განისაზღვრება ესა თუ ის კომიტეტი თქვათ სავალდებულო კომიტეტად სხვა კომიტეტები წამყვან კომიტეტებად ესე თეორიულად რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კომიტეტი შეიძლება იყოს, სხვა წამყვანი კომიტეტი არაერთი და რამოდენიმე შეიძლება იყოს, თუმცა ყოველთვის ჩვენ როგორც სავალდებულო კომიტეტი აი ამ ასე ვთქვათ სტატუსით მონაწილეობთ ამ საქმიანობაში. გარდა ამისა, მე შემიძლია გამოვყო თქვათ სხვა საკანონმდებლო აქტები, როგორც არის პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონი, როგორც წესი ჩვენ აი ამ ესე ვთქვათ აი ამ კანონ პროექტების შემუშავებაში აქტიურად ვართ ჩართული და თუ ესე ვთქვათ შემუშავებული შემოსული არის ის უკვე პარლამენტში, რა თქმა უნდა ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ ან სავალდებულო ან წამყვანი კომიტეტის სახით, იმის და მიხედვით თუ კონკრეტულად რას ეხება ცვლილება და რა სპეციფიკის მატარებელი არის. ბუნებრივია ასევე კომიტეტის კანონშემოქმედებით საქმიანობაზე როდესაც საუბრობთ
ეს არის მთელი რიგი ნუსხა, თქვა დადგენილებების პროექტების, რომელსაც ასევე ჩვენ ვიმუშავებთ, ჩვენ წარუდგენთ, ასე ვთქვათ, პარლამენტს და აი ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტების მიღება ხდება უკვე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საკანონმდებლო წინადადებები, რომელიც ასევე თქვენ იცით ესეთი ინსტიტუტი არსებობს, როდესაც შესაბამის სუბიექტს შეუძლია მომართოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების უფლებით და ბუნებრივია საკანონმდებლო წინადადები, რომელიც ეხება იმ კანონმდებლობას, რომელიც მე დავასახელე და რომელზეც გითხარით, რომ აი ამ პროცესში აქტიურად ვარ ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილავთ აი ესეთ საკანონმდებლო წინადადებებს და ასეთი შემთხვევებიც არის კომიტეტის საქმიანობაში. აი სულ რაღაც წინა სხდომაზე გავიხილეთ ერთ-ერთი ესეთი საკანონმდებლო წინადადება და სხვათა შორის დღესაც განხილვაში გვაქვს სავარაუდოდ მომდევნო სხდომა, როდესაც გვექნება, სწორედ ერთ-ერთი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც არის შემოსული, ამას განვიხილავთ. რაც შეეხება ასევე ჯერ არ ვსაუბრობ იმ სპეციფიურ ფუნქციებზე, რომელიც თქვა მარტო საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გააჩნია, ასევე მოკლედ გეტყვით მთავრობის კონტროლის თვალსაზრისით, ხო? თქვენ იცით, რომ ეს კომიტეტს ამ თვალსაზრისით ყველა კომიტეტს თავის სპეციფიური ფუნქციები გააჩნია. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად, როდესაც მთავრობისთვის დობის გამოცხადება ხდებოდა და ეს ბოლოს ამჟამად მოქმედ მთავრობას დობა გამოუცხადდა ეს იყო ზაფხულში, ხო? ზუსტად თვესვე აგვისტო იყო, თუ არ ვცდები, როდესაც კომიტეტი ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული, ყველა კომიტეტი მონაწილეობდა ამ პროცესში, მათ შორის საპროცედურო საკითხთა კომიტეტიც, რა თქმა უნდა, და მინისტრები, ესე ვთქვათ, სფეროების მიხედვით, მე მახსოვს, რომ ესე ვთქვათ, როდესაც გაერთიანებული სხდომა ჩავატარეთ, ეს საპროცედურო იურიდიულ საკითხთა ადამიანის უფლებათა, თემატიკის მიხედვით ერთმანეთთან ახლოს მყოფი კომიტეტები, თავდაცვის კომიტეტი იყო ასევე ჩვენთან ერთად, როდესაც ჩვენ უსმენდით შესაბამისად თავდაცვის მინისტრს, უბრალოდ მომავალ მინისტრებს, რომელთა ასე ვთქვათ, მიმართ დობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობდა, იქ თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ასე მინისტრებს, რომლებიც და შემდგომ კომიტეტმა, რა თქმა უნდა, მიიღო შესაბამისი დასკვნები და მოხდა აი ამ კანდიდატურების განხილვა. ასევე ჩვენ შეგვიძლია კომიტეტს, ისე როგორც ნებისმიერ სხვა კომიტეტს, ნებისმიერი მინისტრი მოვიწვიოთ კომიტეტის სხდომაზე. სხვა შორის აი ეს ძალიან ბოლო პერიოდი და მე ეს მახარებს, რომ აი ამ პარლამენტის, ესე ვთქვათ, საქმიანობაში ეს ძალიან ესე ვთქვათ, ხშირ ხასიათს იღებს და ამის დეფიციტი ქონდა ჩვენ წლების განმავლობაში, ხო? არც თუ ისე ხშირი იყო, ვთქვათ, მოსული მინისტრები, რომლებიც კომიტეტის სხდომებზე მონაწილეობდნენ და მით უმეტეს ამის ტრანსლირება ხდებოდა, ისე რომ მთელი საქართველოს მოსახლეობას ჰქონდა ამის ყურების საშუალება, ხო? ეს ტენდენცია და ეს პრაქტიკა ინერგება ძალიან აქტიურად და მე ამას ძალიან მომხრე ვარ და რა თქმა უნდა ეს მოსაწონი არის. აი ბოლოს შეგახსენებთ, ალბათ გახსოვთ, როდესაც ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი მინისტრები იყვნენ მოსულები და ის დარგობრივი კომიტეტის ხდომა იყო მაშინ. ესე ვთქვათ, ძალიან საინტერესო დისკუსიაში და თემების განხილვაში მიიღეს მათ მონაწილეობა. აი დღესაც ხშირად გაჟღერდება, თქვათ, რომ აი ინიციატივა, რომ ამა თუ იმ კომიტეტის ხდომაზე მოვიწვიოთ ესა თუ ის მინისტრი. ეს არის პარლამენტის მხრიდან მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების, ესე ვთქვათ, წარმომადგენლების კონტროლის ერთ-ერთი ძალიან, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ბერკეტი, ხო? იმიტომ რომ კომიტეტს იმავდროულად შეუძლია დააყენოს საკითხი, რომ მაგალითად მინისტრი არა თუ კომიტეტის ხდომაზე, არამედ უკვე პლენარულ ხდომაზე იყოს მოწვეული და ამ ინიციატივას კომიტეტი უკვე პლენარულ ხდომაზე წარადგენს და შემდგომ პლენარული ხდომა იღებს ამ გადაწყვეტილებას, ხო? რომ მინისტრი იყოს წარმოდგენილი პლენარულ ხდომაზე და ასეთ შემთხვევაში უკვე მინისტრი ვალდებულიც არის გამოცხადდეს პლენარულ ხდომაზე. სხვა შორის ეს ბოლო პერიოდში ეს ძალიან ისეთი ის გახდა ერთ-ერთი აქტუალური თემა, რომელიც მედია საშუალებებმა და ზოგადად ატაცებული იქნა, აი თქვა მთავრობა უნდა იყოს წარმოდგენილი თუ არა პრეზიდენტის ხდომაზე და ასე შემდგომ. აღარ ჩაურმავდები თუ რამე კითხვები გექნებათ, რა თქმა უნდა, მზადთან ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაგცეთ. ეს მოკლედ დიდხანს რო არ გამიგზელდეს საუბარი ის ფუნქციები, რომელიც მე გითხარით, რომ ისე როგორც სხვა კომიტეტებს გააჩნია, ასევე ჩვენს გაგვაჩნია. მე მოკლედ ვისაუბრე ხა აი ამ ფუნქციებზე.
და უფლებამოსილებებზე. ეხლა ვისაუბრებ უკვე იმ სპეციფიურ უფლებამოსილებებზე, რითაც ჩვენ განსხვავდებით მართლა სხვა კომიტეტებისაგან და რომელიც მხოლოდ ამ კომიტეტს გააჩნია და არა ასე ვთქვათ რომელიმე სხვა კომიტეტს, ხო? ნუ აი თვითონ ჩვენი კომიტეტის სახელწოდებაც, ხო? სახელი როგორც ჩვენ ქვია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. და მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად აი ყოველდღიური ურთიერთობა მიწევს ჟურნალისტებთან, იმიტომ რომ თუ კი რაიმე კითხვა გაჩნდება პარლამენტში ნებისმიერ თქვათ შეიძლება არც ეხებოდეს პირდაპირ თქვათ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, მაგრამ ვინ ისეთი სახელი გვაქვს, რომ ნუ ყველაფერი უკავშირდება ამ კომიტეტს და ნუ რა თქმა უნდა ინფორმაციის მიღება ეს ინტერესი რაც არსებობს ხოლმე ამა თუ იმ საკითხზე, ნუ აი ესე თქვათ აი ესეთი ხშირი კომუნიკაცია გვიწევს ჟურნალისტებთან და ნუ რა თქმა უნდა ეხლა შეიძლება ის დაგვარად არასდროს უარს არ ვამბობთ შესაბამისი კომენტარების გაკეთებაზე. მოდით ახლა ვთქვათ კონკრეტულად ის რა სპეციფიკური უფლებამოსილებებია, ფუნქციებია, რომელსაც ეს კომიტეტი ახორციელებს. ხო, ნუ პირველ რიგში მოდით ალბათ დავიწყოთ, რაც ეხება პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებულ ესე ვთქვათ, მთელ რიგ ფუნქციებს და კონკრეტულად რას გულისხმობ, რომ თქვენ იცით, რომ პარლამენტის წევრის სტატუსი შეუთავსებელი არის ასე ვთქვათ, სხვა თანამდებობასთან, ეგრეთ წოდებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის ასე ვთქვათ, ინსტიტუტი არსებობს და იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობაში პარლამენტის წევრის ასე ვთქვათ, მონაწილეობის აკრძალვა, ხო? თქვენ იცით, რომ პარლამენტის წევრს ეკრძალება ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. ცხადია, აი ამ საკითხებს თუ შეიძლება ესეთი კითხვა გაჩნდეს, აქტიურად სწავლობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და აი, როდესაც შეიძლება გამოვლინდეს, თქვათ, პარლამენტის წევრის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, ან გნებავთ რაღაც თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევა, ბუნებრივია ამაზე რეაგირებს კომიტეტი და შესაბამის კომიტეტის ხდომაზე შესაბამისი დასკვნა, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება და შემდგომ ჩვენ ამას უკვე წარუდგებთ პარლამენტის პლენარულ ხდომაზე და მინდა გითხრათ, რომ პარლამენტის წევრისათვის ალბათ ყველაზე ისეთი არსებითი დარღვევა, რასაც შეიძლება მოხდეს მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, ნუ ყველაზე ეს თქვა მძიმე კონსტიტუციური სამართლებრივი სანქცია, ხო, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში განხორციელდეს. სწორედ აი ესეთი სანქცია შეიძლება მოყვეს არა მხოლოდ შეიძლება, არამედ აუცილებლად მოყვება, შემიძლია გითხრათ, როდესაც პარლამენტის წევრი ან სამეწარმეო საქმიანობაში არის ჩართული, ან თქვათ რაღაც თანამდებობრივად რაღაც შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა. და პერიოდულად მინდა გითხრათ, რომ ასევე მოწმდება კომიტეტის მიერ ქონებრივი პარლამენტის წევრთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები. არის შემთხვევები, როდესაც თქვათ სხვადასხვა ეს ორგანიზაციები იქნება თუ შეიძლება მოქალაქეებით, ფიზიკური პირებით მოგმართავენ შესაბამისი წერილებით, რომ სადაც არის გამოთქმული რაღაც ვარაუდი ეჭვი იმისა, რომ შეიძლება ესა თუ ის პარლამენტის წევრი არის სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული. ბუნებრივია, აი ასეთ წერილებს, ასეთ განცხადებებს კომიტეტი სწავლობს და ნუ მასზე ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახორციელებთ. კიდევ ერთი ძალიან მე ვიტყოდი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ფუნქცია, უფლებამოსილება, როდესაც პარლამენტის წევრის იმუნიტეტს უკავშირდება ამჯერად. ეს თქვენ იცით, რომ პარლამენტის წევრი განსაკუთრებული იმუნიტეტით სარგებლობს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების, ნუ ასე ვთქვათ, განსაკუთრებული მექანიზმი, რეგულაციები არსებობს, ხო? არ შეიძლება პარლამენტის წევრის დაკავება ან მისი ბინის ჩხრეკა, პირადი ჩხრეკა, თქვათ, მანქანის ჩხრეკა პარლამენტის ნებართვის გარეშე, ასე ვთქვათ, პარლამენტის მხრიდან თანხმობის გარეშე, ხო? თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, რომ მოხდა პარლამენტის წევრის დაკავება, ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ რაღაც დანაშაულის ან კონკრეტული რაღაც მალსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში. ანუ თუ ესეთ შემთხვევას აქვს ადგილი, რომ პარლამენტის წევრმა რაღაც კონკრეტული რაღაც სამართალდარღვევა ჩაიდინა და იგი დააკავეს, თქვათ, სამართალდამცავ ორგანოებმა, მოგეხსენებათ, რომ ამის შემდგომ 48 საათის განმავლობაში პარლამენტმა თანხმობა უნდა გასცეს იმაზე, რომ იგი დარჩეს, ესე ვთქვათ, აი ესეთ
დაკავებულ მდგომარეობაში, თუ ესე ითანხმება არ გაიცა ბუნებრივია იგი უნდა განთავისუფლდეს, საგამოძიებო და სამართალდამცავ ორგანოებს სხვა უფლება არ აქვს და სწორედ აი ამ გადაწყვეტილების მიღებაში არის აქტიურად ჩართული საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. კომიტეტი სწავლობს შემოსულ მასალებს, თუ რა გახდა საფუძველი, რატომ მოხდა ესე ვთქვათ პარლამენტის წევრის დაკავება და შესაბამისი დასკვნით მიმართავს უკვე პარლამენტს და პარლამენტი პლენარულ სხდომაზე იღებს უკვე გადაწყვეტილებას. და მე შემიძლია გითხრათ ის შემთხვევათ, როდესაც შეიძლება არ არის დაკავებული ვთქვათ პარლამენტის წევრი, მაგრამ საგამოძიებო ორგანოებმა მომართეს პარლამენტს და ითხოვენ რომ ვთქვათ საჭირო არის ამა თუ იმ პარლამენტის წევრის მიმართ რაღაც სისხლის სამართლებრივი ღონისძიების განხორციელება, მაგალითად დაკავება, ან ვთქვათ მისი ბინის ჩხრეკა და ასეთ შემთხვევაშიც უნდა გასცდეს პარლამენტმა შესაბამისი თანხმობა, ან ესე ვთქვათ არ იქნება იგი პარლამენტი თანახმა, რომ მოხდეს დაკავება, ხო? ამ პროცესშიც რა თქმა უნდა ჩართული არის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, იღებს შესაბამის დასკვნას და უკვე შემდგომ მიმართავს პარლამენტს და ნუ საბოლოო დასკვნას რა თქმა უნდა იღებს პარლამენტი. ეხლა რაც შეეხება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას, ასევე ან უფლებამოსილების შეწყვეტაზე მე ვისაუბრე. თქვენ იცით, რომ არსებობს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, ხო, რომელიც კონსტიტუციურად არის გაწერილი. და ამ საფუძვლების არსებობის შემთხვევაში თუ დადგება ეს საკითხი, ბუნებრივია ამ შემთხვევაშიც არის საპროცედურო კომიტეტი ჩართული და შესაბამისი გადაწყვეტილებებს იღებს საპროცედურო კომიტეტი. აი მაგალითისათვის მე მოვიყვან ისეთ შემთხვევებს, როდესაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მისივე განცხადებით და სხვათა შორის აი ეს ბოლო პლენარულ სხდომაზე ესეთი შემთხვევები იყო და დღესაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ასე ვთქვათ განხილვაშია საკითხი ერთ-ერთი პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ნუ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მათივე განცხადების საფუძველზე, ნუ ეს მე კონკრეტულ სახელს და გვარს დაგესახებთ, ერთი იყო აი რაც ბოლოს განვიხილეთ, ეს იყო დავით საყვარელიძესათვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ნუ მან საკუთარი განცხადებით მომართა პარლამენტს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ეს საკითხი შეისწავლა და შესაბამისი დასკვნით მიმართა უკვე პარლამენტს და რა თქმა უნდა საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო, თუმცა და ასევე შემოსული არის ერთ-ერთი პარლამენტის წევრის, ეს არის გიორგი ოჩიაური, რომელიც ასევე ითხოვს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამის შემდგომ ბუნებრივია შეწყვეტის შემდგომ ხდება ახალი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, ხო? ესეც რა თქმა უნდა ამ ვთქვათ პროცედურაში არის ასევე საპროცედურო კომიტეტი ჩართული და უკვე როდესაც პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა, ხო? ნუ გააჩნია ეს პარლამენტის წევრი, როგორი წესით არჩეული პარლამენტის წევრია. თუ ეს არის ვთქვათ მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, იცით რომ შესაბამის ვადებში ტარდება შუალედური არჩევნები. აი სამწუხაროდ გარდაიცვალა ერთ-ერთი პარლამენტის წევრი სულ ცოტა ხნის წინ და იგი იყო მაჟორიტარი პარლამენტის წევრი. ამიტომ იმ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება შუალედური არჩევნები და ნუ ეს არჩევნები უკვე მოუწია ასე ვთქვათ ეს იქნება შემოდგომაზე ოქტომბერში. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, ასეთ შემთხვევაში უკვე ირთვება ის წესი, რომლის მიხედვითაც სიაში მომდევნო პარლამენტის წევრი ხდება უკვე მისი ადგილმონაცვლე, ხო? აი ეხლა სწორედ ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც პარლამენტის წევრს აი გიორგი ოჩიაურს შეუწყდა უფლებამოსილება და ჩვენ ველოდებოდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიიდან შესაბამის მასალებს, რომელშიც განსაზღვრული იქნებოდა ვინ ითვლება მის ადგილმონაცვლედ. ამ მასალებს უკვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის და ჩვენ უკვე შემდგომ უკვე პარლამენტს წარუდგენთ, ასე ვთქვათ, რათა პარლამენტი მიიღებს უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას, თქვათ, მოხდება ცნობა თუ არ მოხდება ცნობა, მაგრამ ძირითადად პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ემყარება იმ პოზიციას, რომელსაც კომიტეტი შეიმუშავებს და დასკვნის სახით წარუდგენს პარლამენტს. აი ეს რაც შეეხება პარლამენტის წევრთან დაკავშირებულ ეს თქვა თერლიგ რეგულაციებს, რომელშიც საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი არის ჩართული, მე აი გადავალ შემდეგ ისეთ საკითხზე, ძალიან ესე თქვა ძლად ხوار საუბრობ, ხო, თუ რა ძალიან ისე კი
კი ბატონო, გადავალ შემდეგ ისეთ საკითხზე, ასევე ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, ეს არის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა. და მე მოგახსენებთ, რას ნიშნავს ეს. რა პროპორციული წარმომადგენლობაზეა, რა კვოტებზე არის საუბარი. მოგეხსენებათ, რომ ისეთ თქვათ სტრუქტურულ ერთეულებში, როგორც არის თქვათ კომიტეტი, ხო? კომიტეტს აქვს თავისი შექმნის წესი და კომიტეტში წარმოდგენილი არიან პარლამენტის წევრები, მაგრამ ბუნებრივია ისინი რაღაც პრინციპის საფუძველზე უნდა იქნეს წარმოდგენილები. ზოგადი ნორმა არის, რომ პარლამენტის წევრი ვალდებული არის იყოს კომიტეტის წევრი. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტში არ იღებს მონაწილეობას, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ანაზღაურებას, ყოველთვიურ ანაზღაურებას ვერ აიღებს და ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. და პარლამენტის წევრს უფლება აქვს იყოს ერთდროულად ორი კომიტეტის წევრი. ეს არის აი ზოგადი რეგულაცია. ერთი მხრივ მავალებელი და მეორე მხრივ აი დისპოზიციური ნორმა, როცა შეიძლება იყოს მეორე კომიტეტის წევრი და შეიძლება მხოლოდ ერთი კომიტეტი შემოიფარგლოს. მაგრამ რაღაც პრინციპს უნდა ექვემდებარებოდეს ბუნებრივია პარლამენტის წევრთა კომიტეტში წარმოდგენა, ხო? არ შეიძლება თქვა თეორიულად მოხდეს ისე, რომ აი ერთ კომიტეტში თავი მოიყვაროს მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ხო? იმიტომ რომ ამას შეიძლება რაღაც გარკვეული კითხვები გააჩინოს. ამდენად ის პრინციპი, რის საფუძველზე ხდება კომიტეტების ფორმირება, ეს არის პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი და რას ნიშნავს ეს? მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში ეს პოლიტიკური ჯგუფები, რომელიც არიან წარმოდგენილი ფრაქციებად, არიან წარმოდგენილი ფრაქციების სახით და იმავდროულად, პარლამენტში შეიძლება იყოს დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. ესეთი პარლამენტის წევრი ჩვენ დღეს გვყავს 4 პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის არც უმრავლესობაში არის, არც უმცირესობაში და არც რომელიმე სხვა ფრაქციაში. შესაბამისად, როდესაც არის პროპორციულ წარმომადგენლობაზე საუბარი არის იმაზე, რომ კომიტეტში ნებისმიერი ფრაქცია, ესეთი ფრაქცია დღეს ჩვენ პარლამენტში გვყავს 11, ეს მოკლედ რო გითხრათ, ნებისმიერი ფრაქცია კომიტეტში უნდა იყოს წარმოდგენილი იმ პროპორციით, რა პროპორციითაც იგი არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ანუ უფრო გასაგებად რო გითხრათ, თუ მაგალითად ფრაქციას ყავს, მაგალითად ქართულ ოცნებას ყავს პარლამენტში 46 პარლამენტის წევრი. 150 ესე ვთქვათ, წევრიან პარლამენტში არის 46. ეს უხეშად რო გითხრათ, ეს არის დაახლოებით 30%, ესე ვთქვათ, პარლამენტის და შესაბამისად კომიტეტში ფრაქციას აქვს უფლება იყოს წარმოდგენილი ამ კომიტეტის მხოლოდ 30%-ის ფარგლებში. აი ეს კვოტები, ეს არის ისეთი, ვთქვათ, საკითხი, ისეთი დეტალები, რომელსაც განსაზღვრავს სწორედ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და უფრო გასაგებად რომ გითხრათ, კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად ყოველმა ფრაქციამ იცის, რომ მას ამა თუ იმ კომიტეტში რამდენი მისი წევრის ყოლის უფლება გააჩნია. და გითხარით აი ეს პროპორცია საიდან გამომდინარეობს და ასე ვთქვათ, როგორ ხდება და ამის შესაბამისად ფრაქციის უკვე უფლება არის, მას შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით და ამ კვოტაში, აი მაგალითად 15 წევრიან კომიტეტში, ვთქვათ, ფრაქცია ქართულ ოცნებას შეიძლება ყავდეს მხოლოდ 5 პარლამენტის წევრი. ეს იქნება პროპორციული მისი წარმომადგენლობისა, ფრაქციის წარმომადგენლობისა ზოგადად საქართველოს პარლამენტში, ხო? შესაბამისად, მე შემდგომ უკვე ფრაქცია თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომ წარადგინოს მან ეს 5 ვთქვათ, მისი წევრი ამ ფრაქცია კომიტეტში, თუ შეიძლება 5 არა და ისარგებლობს მხოლოდ 3 კვოტით, ერთითაც მისი გადასაწყვეტია. აი ეს არის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტა და სწორედ აი ეს განისაზღვრება, ესეთ საკითხები განისაზღვრება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ. მე მოკლედ გეტყვით ასევე იმას, რომ პროპორციული წარმომადგენლობა არ ეხება მხოლოდ კომიტეტებს. და პროპორციული წარმომადგენლობა ეხება სხვა, ესე ვთქვათ, სტრუქტურულ ერთეულებსაც, მაგალითად კომისიებს, ვთქვათ, ტერიტორიული მოწყობის კომისია, რომელიც თქვენ იცით, რომ საქართველოს პარლამენტში არსებობს, ან გნებავთ აუდიტის საქმიანობის შემსწავლელი, ასევე აუდიტის კომისია, რომელიც ყოველ წელიწადში ერთხელ იქმნება. ამ კომისიებშიც, რა თქმა უნდა, თუ როგორ უნდა იყვნენ წარმოდგენილი ფრაქციები,
ყველაფერს ამას განსაზღვრავს და ესე ვთქვათ აკონტროლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორედ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. მინდა გითხრათ ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ყველაზე რთულად გადასაწყვეტი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა და სხვათა შორის ამაზე საკმაოდ დიდი ისეთი პოლიტიკური ნებათა ღელვა იყო მაშინ უმცირესობის მხრიდან. ეს შეეხებოდა კვოტების განსაზღვრას, ამ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებზეა საუბარი, კვოტების განსაზღვრას მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში. მოგეხსენებათ, რომ ესეთი არსებობს 11 საპარლამენტო დელეგაცია. და გეტყვით რაში მდგომარეობდა სირთულე. ეხლა, როდესაც მე ვახსენე, რომ არის 11 ფრაქცია. და როდესაც განსაზღვრა კვოტებს 11 ფრაქცია და ამას ემატება კიდე ის დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები. როდესაც კვოტებს განსაზღვრავ და მაგალითად იცი რომ 15 ადგილი არის, ხო, თქვა ამა თუ იმ კომისიაში და ეს უნდა გადაანაწილოს შენ რაღაცნაირად ამ 12 სუბიექტზე, ეს ასე ვთქვათ შედარებით ნაკლებად რთული საქმეა, მაგრამ ეს დელეგაციები, რომელიც მე თქვენ გიხსენეთ, არის დელეგაციები, სადაც მხოლოდ 5 წევრია ძირითად შემადგენლობაში. და 11 სუბიექტის 5 წევრზე გადანაწილება ბუნებრივია საკმაოდ რთულია. მაგრამ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, თქვა რაღაც ვიმუშავებთ იმ პრინციპებს, როგორ მოხდეს ეს პროპორციული წარმომადგენლობა დაცული. და ასეთ შემთხვევაში მე გითხრათ, რომ 11 დელეგაცია არის თქო და მთლიანობაში ესე თქვა ამ პროპორციებში გამოვყოთ, 11 დელეგაციაში ჯამში რამდენი თქვა წარმომადგენლობა გამოდის და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ისეთი ტკინვეული შეიძლება საკმაოდ საფრთხილო თემა იყო, აი მაშინ ამ უმცირესობის მხრიდან მოყვა ერთ დელეგაციაში, ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული კრიტიკა, რომ ისინი თვლიდნენ, რომ მათ შესაძლოა ერთით მეტი ადგილი ეკუთვნოდათ, ვიდრე თქვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განუსაზღვრა. აი ესეთ დეტალები არის, რომ თუ და გაინტერესებათ, რა თქმა უნდა, მზად ვარ გიპასუხოთ. ყოველ შემთხვევაში მე მინდა ამით თქვენ დაგანახოთ და ასე ვთქვათ სრული წარმოდგენა შეგიქმნათ იმაზე, თუ რას საქმიანობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და რას ნიშნავს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა. შემდეგი ასევე ისეთი ფუნქცია ეს არის ფრაქციების, თქვენ იცით რომ ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან ესე ვთქვათ არსებითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც პარლამენტში არსებობს, ეს არის ფრაქცია, ხო? ეს უკვე როდესაც საერთო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად პარლამენტის წევრთა გარკვეული რაოდენობა და თქვენ იცით რომ სულ ცოტა 6 წევრი უნდა იყოს. 6 წევრი შეიძლება გაერთიანდეს ფრაქციაში, ხო? აი, როდესაც ფრაქციის რეგისტრაცია ხდება. აი ამ პროცესშიც ჩართული არის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, ფრაქციის რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამის დოკუმენტაციას, იმისათვის რომ ფრაქციის რეგისტრაცია მოხდეს, უნდა შეიქმნეს შემუშავებული შესაბამისი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური პლატფორმა, შესაბამის ფრაქციას თავის დებულება უნდა ქონდეს და თუ რამდენად ხდება ყველა იმ რეგლამენტის მოთხოვნის დაცვა ახალი ფრაქციის შექმნის პროცესში, ბუნებრივია საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყველაფერს ამას აანალიზებს, სწავლობს და ამის შემდგომ ხდება უკვე ფრაქციის რეგისტრაცია. უკვე ეს ყველაფერი წარედგინება ბიუროს და ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხორციელდება ფრაქციაში, შეიძლება ფრაქციას თქვათ ახალი თავმჯდომარე ყავდეს ამ ფრაქციის, რომელიმაც რაღაცა წევრმა დატოვოს, იგი ახალი შევიდეს, ბუნებრივია ყველაფერზე ამაზე ხდება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმირება და თუ საჭირო არის ხდება საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ინფორმაციას უკვე მიაწვდის შემდგომ პარლამენტს პლენარულ სხდომაზე. აი მე მანამდე კომიტეტები ვახსენე და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, ხო? ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიძლება კომიტეტში განხორციელდეს, ხო? მაგალითად, პარლამენტის ერთ წევრს, თქვათ, სურვილი აქვს, რომ გამოვიდეს იმ კომიტეტიდან და გადავიდეს სხვა კომიტეტში, ხო? საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ შემთხვევაში აკონტროლებს, რამდენად რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით ხდება ყველაფერი ეს, რომ არ დაირღვევს ისე და ისე ეს წარმომადგენლობითი პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. ხო, შეიძლება თეორიულად ყოფილა ესეთი შემთხვევები, აი, როდესაც ბიუროს სხდომაზე ხდება ესეთი საკითხები გადაწყვეტილებების მიღება და როდესაც აი ბიუროს სხდომაზე, თქვათ, შემოსული არის ამა თუ იმ
პარლამენტის წევრის ან ფრაქციის მოთხოვნა, რომ მისი ეს წევრი თქვათ შევიდეს რომელიმე კომიტეტში და იმ დროს იმ მომენტში თქვათ ჩვენ ხედავთ, რომ ფრაქციას ეს კვოტა აღარ აქვს, ან ათვისებული აქვს, ან დათმობილი აქვს სხვა ესე თქვათ ფრაქციისთვის, ბუნებრივია ყველაფერს ამას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აკონტროლებს და შესაბამისი ესე თქვათ ბიუროზე ამ საკითხების დაყენება ხდება და ბიურო რა თქმა უნდა ითვალისწინებს აი ამ ჩვენს ესეთ პოზიციას. შემდეგი ფუნქცია ასევე რაზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის მაჟორიტარის ბიუროებთან დაკავშირებული რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ესე ითქვას, აი შემოწმების რაღაც ფუნქცია, რას გულისხმობ კონკრეტულად? პირველ რიგში თქვენ ინსტიტუტ მაჟორიტარებს და ესეთი 73 წევრი ყავს საქართველოს პარლამენტს, აქვთ თავისი ბიუროები მათ, ესე ვთქვათ, ოლქებში, ხო? და პარლამენტი უზრუნველყოფს ამ ბიუროს დაფინანსებას შესაბამისი თანხებით, პარლამენტმა აიღო ეს ფუნქცია. ადრე იყო, როდესაც ამას აკეთებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მაგრამ ჩვენ წავედით იმ მიმართულებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გამათავისუფლეთ ამ ხარჯებისგან, ესე თქვა და პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ მისი მაჟორიტარები თავიანთი საქმიანობის, ესე თქვა, უფრო კარგად განსახორციელებლად და ეფექტურად თავად პარლამენტმა ასევე უზრუნველყოს ფინანსური თვალსაზრისითაც, ხო? და ბუნებრივია ის დებულება, რომელიცაც მაჟორიტარი ესე პარლამენტის წევრის ბიუროები მოქმედებენ, ამ დებულების შემუშავება ხდება სწორედ საპროცედურო საკითხთა კომიტეტში და ნებისმიერი ცვლილება, რომელიც აქ შედის, ბუნებრივია ამ ცვლილებებში მონაწილეობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და მხოლოდ საბოლოოდ ხდება ამის დამტკიცება უკვე ბიუროს მიერ. ასევე მაგალითად ის ფინანსური ყოველი წლის ბოლოს, აი თქვენ რომ შევბრძანდეთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ვებგვერდზე, პარლამენტის ვებგვერდზე, თავიდან შედიხართ პარლამენტის ვებგვერდზე და იქ ერთ-ერთი ფანჯარა არის სწორედ ჩვენი კომიტეტის ვებგვერდი, თქვენ იქ ნახავთ, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყოველ, ასე ვთქვათ, წლიურად ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ წლის განმავლობაში ამა თუ იმ ბიუროში რა ხარჯების გაწევა მოხდა, თქვათ, რა თანხები და რა, ასე ვთქვათ, მატერიალური სახსრები, ფინანსური სახსრები გადასცა ბიუროს პარლამენტმა, რისი ათვისება მოხდა და რაც კიდევ დარჩენილი არის, ასე ვთქვათ, ბიუროს ანგარიშზე ასათვისებლად. ყველა ამ ინფორმაციას ჩვენ წლის ბოლოს უკვე თავს უყრით, ასე ვთქვათ და შემდგომ მათი განთავსება ხდება უკვე პარლამენტის ვებგვერდზე, ამით უზრუნველყოფილი არის, რა თქმა უნდა, საჯაროობა ბიუროების საქმიანობის და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს იხილოს. ამის გარდა ერთ-ერთი ფუნქცია ასევე, რომელიც მხოლოდ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფუნქციებში შედის, ეს არის ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება. ალბათ გაგიგიათ, ხო, ესეთი რაღაც ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება. რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეს საკითხი, ხო? აი მაგალითად, თქვენ იცით, რომ კონსტიტუციური კანონი, როდესაც კონსტიტუციაში რაღაც ცვლილებების შეტანა არის საჭირო, უბრალოდ ინიციატორი სუბიექტი თulis რომ კონსტიტუციაში რაღაც ცვლილება უნდა განხორციელდეს, იგი შეიმუშავებს კონსტიტუციური კანონის პროექტს და მიმართავს პარლამენტს, მაგრამ ვინ არის ინიციატორი? ერთ-ერთი ინიციატორი არის პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ პარლამენტარები შეიკრიბებიან, ხდება კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავება და ხელმოწერებით იგი წარედგინება პარლამენტს, ხო, მაგრამ ამ ხელმოწერების ნამდვილობა, ასე ვთქვათ, რამდენად რეალური არის ეს ხელმოწერები, რამდენად ნამდვილია, ყველაფერს ამას ამოწევს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. ან თუნდაც აი მეორე სხვა მაგალითს გეტყვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. და ეს 1/5 გამოდის 30 წევრი, ხო? ანუ 30 წევრს შეუძლია ესე ვთქვათ, შეაგროვონ ხელმოწერები და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით, ხო? ამა თუ იმ საკითხის განხილვის თაობაზე. ამ ხელმოწერებსაც ამოწევს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. ანუ რამდენად ნამდვილია, რამდენად რეალისტურია და რამდენად მართლა ავტორებს ეკუთვნით ეს ხელმოწერები. აი ერთი ესეთი პროცედურა, რომელიც ასევე არის საპროცედურო კომიტეტის კომპეტენცია. გეტყვით ასევე იმ შემთხვევას, როდესაც თქვენ იცით, რომ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება გააჩნია 30,000 ამომრჩეველს.
ასევე კონსტიტუციურ კანონზე ამ ინიციატივის უფლება გააჩნია 200,000 ამომრჩეველს, ხო? ეგრეთ წოდებული სახალხო ინიციატივის უფლებას, რასაც ვეძახით ჩვენ, ხო? და ასეთ შემთხვევაში თქვენ იცით, რომ არის პროცედურა გაწერილი, რომლის მიხედვითაც ჯერ ხდება საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია. ამას თავის წესი აქვს, როდესაც 30,000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება ხდება, ეს არ არის მარტივი საქმე, პირდაპირ გეტყვით და იშვიათად ხდება, რომ შესაბამისი ჯგუფი ასე ვთქვათ, ამას მიაღწევს, ანუ შეაგროვებს 30,000 ამომრჩეველის ხელმოწერას. და კიდევ უფრო რთული არის 200,000 ამომრჩეველის ხელმოწერის შეგროვება. მაგრამ პროცედურულად ეს როგორ ხდება? 5 კაციანი საინიციატივო ჯგუფი მოგმართავს ჩვენ საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტს, რომ მათ სურთ ისარგებლონ ამ ინიციატივის უფლებით და თქვა შეაგროვონ 30,000 ამომრჩეველის ხელმოწერა. რა თქმა უნდა იყოს იქ ასევე წარმოდგენილი შესაბამისი კანონპროექტი, რის გამოც სურთ მათ ამ ინიციატივის წამოწყება და ამის შემდგომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ახდენს ჯერ ამ ჯგუფის რეგისტრაციას, შესაბამისი მასალების შემოწმება ხდება. და იმავდროულად მათ ვაძლევთ შესაბამის ასე ვთქვათ ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერების შეგროვება მარტივი არ არის იმ თვალსაზრისით, რომ იქ ბუნებრივია რაღაც სიყალბეს რო არ კონდეს ადგილი, ხო? ამ ხელმოწერების შეგროვების დროს იქ უნდა იყოს მოცემული რაღაც კონკრეტული ინფორმაცია, ვთქვათ, სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, იქ კომუნიკაციის საშუალება თქვათ, ხო? და ასე კიდევ სხვა არის რაღაც სპეციალური, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომელიც უნდა იყოს მოწოდებული. ყველაფერს ამას აკონტროლებს, აკეთებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და თუ მოხდა ისე, რომ თქვათ, დარეგისტრირებულმა ჯგუფმა შემდგომ მოახერხა და წარმოადგინა ეს 30,000 ხელმოწერა, უკვე ამის შემდგომ ჩვენ ვამოწმებთ ამ ხელმოწერების ნამდვილობას. რამდენად ნამდვილია ეს ხელმოწერები და ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც შემოვა, ვთქვათ, 30 კი არა, შეიძლება მეტიც იყოს, ვთქვათ, 35, ვთქვათ, პირობითად 1000 ხელმოწერა და ხელმოწერები შემოსული არის იმ კრიტერიუმების დარღვევით, რომელიც აუცილებელი არის, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რომ ეს ხელმოწერები უნდა შეგროვდეს ამ წესის მიხედვით. ხშირია ესეთ შემთხვევები, როდესაც ესეთ დარღვევებს აქვს ადგილი და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ჩვენ უარს ვეუბნებით, ანუ ხდება ამ ხელმოწერების ბათილობა შესაბამისად, როგორც კი ეს ბათილი ხელმოწერების რაოდენობა 30,000 ასე ვთქვათ ჩამოწდება, ხო? ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სუბიექტი ვერ შეიკრიბა, ანუ ეს ინიციატივა ვერ შედგება. ეს არის ასევე ერთ-ერთი რამ, რასაც ასევე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე კიდევ ერთი ფუნქცია საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის. ეს არის თანამდებობის პირთა მიერ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევაზე შესაბამისი კონტროლის განხორციელება. აი მაგალითისათვის, უფრო გასაგები რო იყოს თქვენთვის, მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის წევრი სარგებლობს ეგრეთ წოდებული ინტერპელაციის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია პარლამენტის წევრს მიმართოს, თქვათ, თავრობის წარმომადგენელს და მოთხოვოს მას ინფორმაცია რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ხო? ანუ წერილში დასმულ კითხვაზე და ეს არის სხვათა შორის კონსტიტუციურად განსაზღვრული მისი უფლებამოსილება, გულისხმობ ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრს და კონსტიტუციურად განსაზღვრული ასევე ვალდებულება. ამ შემთხვევაში გულისხმობ უკვე თავრობის წარმომადგენელს, რომელსაც მიმართეს კითხვით, რომ შესაბამის კონსტიტუციით გაწერილ ვადაში მოხდეს, ასე ვთქვათ, რეაგირება ამ წერილზე. იმ შემთხვევაში თუ არ ხდება რეაგირება, ასეთ შემთხვევაში უკვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ასეთი დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მინდა გითხრათ, რომ ესეთი დარღვევა შეიძლება, ასე ვთქვათ, საკმაოდ მძიმეთაც დაუჯდეს იმ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს კონსტიტუციით გაწერილ რაღაც ნორმას, ხო? საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეუძლია დააყენოს ამა თუ იმ თანამდებობის პირის პასუხისგებლობის საკითხი. იგი მიმართავს ბიუროს, ასე ვთქვათ, შესაბამისი დასკვნით და ბიურომ შეიძლება ეს საკითხი გაიტანოს უკვე პლენარულ სხდომაზე. ანუ ამ თვალსაზრისით ხვდებით, რომ საკმაოდ არსებითი არის კომიტეტის ეს ფუნქცია. მე კიდევ შემიძლია
იმდენად ასე ვთქვათ დიდი და ფართო არის ამ კომიტეტის ასე ვთქვათ კომპეტენციაში შემავალი ეს ფუნქციები, რომ საკმაოდ დიდხანს შემიძლია ამაზე ვისაუბრო. კიდევ უბრალოდ არ მინდა რომ ასე ვთქვათ გადაგღალოთ აი რაღაც ისეთი დეტალები, თუ კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს. უბრალოდ კიდევ ერთს ვიტყვი, კიდევ მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც არის ჩვენ კომიტეტში გვყავს სპეციალური ჯგუფი, კონტროლის ჯგუფი, ასე ვთქვათ. ანუ უფრო ცლად რო ვთქვა, ეს არის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის ჯგუფი. და რას გულისხმობ ამ შემთხვევაში, რა ჯგუფზე არის საუბარი? თქვენ იცით, რომ საუბარი არის იმ დავალებებზე, რომელიც შეიძლება იყოს მოცემული ამა თუ იმ კანონის გარდამავალდებულებაში, ან შესაძლოა თქვათ სხვა ნორმატიული აქტიც ითვალისწინებდეს რაღაც დავალებას კონკრეტული თანამდებობის პირის ან ორგანოს მიმართ. აი მაგალითისათვის უფრო გასაგები რო იყოს თქვენი, შეიძლება პარლამენტმა მიიღოს რაღაც კანონი, რომლის გარდამავალდებულებებში წერია, რომ თქვათ იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს რაღაც სპეციალური აქტი იმისათვის, რომ მოწესრიგდეს რაღაც ამ კანონით გათვალისწინებული საკითხი. ანუ ამ შემთხვევაში გარდამავალდებულებებში გაჩნდა რაღაც კონკრეტული მოთხოვნა, ხომ, რომ იუსტიციის სამინისტროს დაევალა რაღაც კონკრეტული აქტის გამოცემა. ან შესაძლოა რაღაცა იყოს გარდამავალდებულებებში მოთხოვნა რაღაცა სხვა რაღაც სტრუქტურული ერთეულის შექმნის შესახებ, ასე შემდგომ. ესეთი მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირი შემთხვევებია და ფაქტობრივად ყველა კანონს აქვს გარდამავალი დებულებები, რომელიც რაღაცის ვალდებულებას აკისრებს ამა თუ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს და სწორედ აი ასეთი საკითხების რეალიზებაზე კონტროლის ფუნქცია არის ასევე საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის ფუნქცია. როგორც გითხარით, კომიტეტის აპარატში არის სპეციალური ჯგუფი, აი ამ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლის ჯგუფი, რომელიც და მინდა გითხრათ, საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა არის ის, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, რომელთაც ფაქტიურად უწევთ აი ესე თქვი ყოველდღიურ თუ არა ყოველკვირეულ მაინც რეჟიმში ურთიერთობა თქვა სხვადასხვა პირველ რიგში კომიტეტებთან, შესაძლოა იმ კომიტეტებთან, რომელსაც თქვა ეხება კონტროლი აი ამ გადაწყვეტილებების შესრულებაზე და საბოლოო ჯამში ეს ჯგუფი, ესე თქვა იძლევა ანალიზს იმისა, თუ რა მდგომარეობაა ასეთი დავალებების შესრულების თვალსაზრისით და ჩვენ ამ ინფორმაციას უკვე ვაწვდით უკვე ბიუროს, ფაქტობრივად ყოველ კვარტალურად ხდება ესეთი ინფორმაციების მიწოდება და გარდა ამისა, რომ თქვა ბიუროს ვაწვდით, ხდება ამის გამოქვეყნება. ჩვენ ვაქვეყნებთ ამ ინფორმაციასაც, თქვენ რომ შევბრძანდეთ ასევე ისევ და ისევ საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის ვებგვერდზე, თქვენ ნახავთ, რომ აი ესეთი ინფორმაცია არის განთავსებული, თუ რა დავალებები იყო თქვა მიცემული ამ გარდამავალი დებულებებით და რა შესრულდა და რა შესასრულებელია აი ამის თაობაზე საკმაოდ ესე ვთქვათ ამომწურავი ინფორმაცია დევს. Ну, ალბათ არის რა ვთქვათ ისეთი კიდევ სხვა ფუნქციები და დეტალები, რომელიც მე ახლა არ მიხსენებია, არ მithქვია, მაგრამ მე მგონი ყოველ შემთხვევაში წარმოდგენა შეგიქმენით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საქმიანობაზე და აი ფაქტურად ის რაც მეორე ნაწილში ვისაუბრე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის უშუალოდ ეს განასხვავებს და ეს უქმნის ამ კომიტეტს რაღაც იმ სპეციფიურ სტატუსს, რომელიც აი მე ძალიან დიდი სიამაყით ვსაუბრობ ესე ვთქვათ ჩემ კომიტეტზე. თუ მე მზად ვარ, თქვენ ალბათ კითხვები გექნებათ და ნებისმიერი კითხვა რაც გაქვთ, მზად ვარ რომ გიპასუხოთ. ნია, აბა უკნიდან დავიწყოთ და მე თქვენ კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ჩვენ ახლა გვაწერია და ჩვენ უნდა განვიხილოთ. მე ამ წინადადების შინაარსობრივ ნაწილში ვერ შევალ, იმიტომ რომ ჯერ არ გაგვიხილია ჩვენ ეს საკანონმდებლო წინადადება და სიმართლე გითხრათ არა ვარ კარგად გაცნობილი საკანონმდებლო წინადადების შინაარსს.
რაც თქვენ ბრძანეთ, ვიცი რომ არის შემოსული ეს საკანონმდებლო წინადადება, იგი ეხება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებას და სტაჟირებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი საკითხი არის. ჩვენ სავარაუდოდ ამ საკითხის განხილვა გვექნება თუ თქვათ ამ კვირის ბოლოს არა, იმ კვირაში ყოველ შემთხვევისთვის და პრინციპში თქვენ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია მიიღოთ, როდის იქნება ამ საკითხის განხილვა. ჩვენ ყველა ასეთ ინფორმაციას ვაქვეყნებთ პარლამენტის ვებგვერდზე და თუ გაინტერესებთ მობრძანდით და კი ბატონო შეგიძლიათ დაესწროთ, შეგიძლიათ მიიღოთ კიდეც მონაწილეობა, რა ვიცი, ამის საშუალებას მოგცემთ ჩვენ და კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე იქ იქნება, რა თქმა უნდა, მიღებული. თუმცა შინაარსობრივ ნაწილზე თქვენი კითხვის მე ვერ შევალ, გამომდინარე იქიდან და ჩემ პოზიციას ვერ მოგახსენეთ, უბრალოდ არ ვარ კარგად გაცნობილი ამ საკანონმდებლო წინადადებას. კი ბატონო. კი ბატონო, მოგახსენებთ, ძალიან საინტერესო კითხვაა და მე ვიტყოდი საკმაოდ აქტუალური, იმიტომ რომ ბოლო ალბათ ერთი თვეა მედიით ამას ვისმენთ, რომ როგორი ფორმატით მოხდება პრეზიდენტის წარდგენა, იქ უნდა იყოს მთავრობა წარმოდგენილი, თუ იქ უნდა ჩატარდეს დებატები. ბუნებრივია თქვენი კითხვის პათოსი ფაქტიურად პასუხს იძლევა რაზე, რომ მთავრობის წარმოდგენა იქ რა ვთქვათ, რამდენად უნდა მონაწილეობდეს ეს კონსტიტუციაში რაც არის, ყველაფერი ეს პირდაპირ კავშირში არის, რა თქმა უნდა, მმართველობის მოდელთან. იმ მმართველობის სისტემასთან, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოში მოქმედებს და აქედან გამომდინარე ხდება, რა თქმა უნდა, აი ესეთი კონკრეტული საკითხების დარეგულირება. ეხლა აი დებატი ახსენეთ თქვენ, რომ საქართველოს რამდენი ხანია ვისმენთ ამაზე მსჯელობას, რომ პარლამენტში უნდა ჩატარდეს დებატები თუ არა. და სიმართლე გითხრათ, აი მართლა მიკვირს და გამოდიან პარლამენტის წევრები, უფრო მაინც ოპოზიციურ პარტიას შევეხებო, მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ცოტა შეიძლება მიკერძოებული ვიყო, მაგრამ აი ხშირად ვისმენ, რომ აი მოთხოვნას რომ გინდა თუ არა უნდა ჩავატაროთ დებატები. და ამის წარმოჩენა ხდება როგორ იცით, რომ თითქოს ეს აი ოპოზიცია ითხოვს დებატებს და ხელისუფლება თავს არიდებს. ეხლა რეალურად უყურეთ დებატები რა არის. დებატები არის, როდესაც რაღაცა საკითხის განხილვა ხდება და შემდგომ ამ საკითხის გარშემო გამოდიან პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები და თავის პოზიციებს აფიქსირებენ, ხო? იქ დებატების დროს არსებობს რაღაც დრო, რეგლამენტი, რადგანაც აქვს მიცემული ამა თუ იმ გამომსვლელს, არსებობს თანმიმდევრობა, რა თანმიმდევრობითაც გამოდიან ისინი. პირდაპირ გაგებით, არა თქვათ იურიდიული, როგორც თქვათ ეს რეგლამენტის წერია. პირდაპირ გაგებით დებატები ნიშნავს ამას. აექრობას პოლიტიკურ ჯგუფებს შორის რაღაც კონკრეტულ საკითხზე, რაღაც წესების მიხედვით. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, დებატები ჩატარდება თუ არ ჩატარდება, ეს პარლამენტის გადასაწყვეტი კი არ არის. ეს გადაწყვეტილი არის პარლამენტის რეგლამენტით. პირდაპირ წერია პარლამენტის რეგლამენტში, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ უნდა იქნეს გამოსვლები უკვე პოლიტიკური ჯგუფების. და აი ამ ფონზე ახლა ბუნებრივია ღია კარის წრევას უფრო გავს, ახლა როდესაც პარლამენტის წევრი გამოდის და გინდა თუ არა დებატები ჩავატაროთ თუ ითხოვს, ბუნებრივია ახლა ეს ან არ იცის რეგლამენტში რა წერია, ან კიდე რაღაცნაირად აი იმ სურათის წარმოჩენა უნდა, თქვა საზოგადოების თვალში, რაზეც მე ახლა ვისაუბრე, ხო? ეხლა უბრალოდ პარლამენტმა რა უნდა გადაწყვიტოს? პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს ფორმატი. აი ამ გაგებით დებატი, რაზეც მე ვისაუბრე, როგორი ფორმატი ჩატარდეს. ეს ჩატარდეს იმ წესით, როგორც ეს ამას ვაკეთებთ პოლიტიკური დებატების დროს, თუ ეს ჩატარდეს, თქვათ, რაღაცა სხვა ფორმატით. და მეორე ფორმატი შეიძლება იყოს რა ისეთ გამოდიან ფრაქციის თავმჯდომარეები პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ.
მაგრამ პარლამენტში ხშირად მომხდარა ესეთი შემთხვევა და არის ხოლმე ესეთი რამ ხდება, რომ შეიძლება რაღაც რეგლამენტში პირდაპირ არ არის გაწერილი, მაგრამ როდესაც ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს კონსენსუსი რაღაც საკითხზე. აი, მაგალითად, უმრავლესობა და უმცირესობა თანხდება იმაზე, რომ ნუ კაი ეს რეგლამენტში ესე პირდაპირ არ წერია, მაგრამ შევთანხმდით ჩვენ ამაზე, პოლიტიკური კონსენსუსს მივახციეთ და მოდით აი დებატები ჩავატაროთ ესეთი ფორმით. და სხვათა შორის, აი, ვინც უსმინეთ ბიუროს წინა წხდომას, პარლამენტის თავმჯდომარემ პრინციპში ეს თქვა, რომ ფორმატზე მოვიფიქროთ ფორმატიო და გადავწყვიტოთ რა ფორმატი ჩავატაროთ დებატებიო, ხო? თორემ ისე აი ორშაბათს არის შემდეგი ბიურო და ნუ იმ ბიუროზე უნდა ითქვას, მანამდე მოდით კონსულტაციები გავმართოთო. აქ რაზე არის საუბარი, რომ ანუ ყველა შემთხვევაში დებატები ჩატარდება, უბრალოდ ეს იქნებიან, თქვათ, თავმჯდომარეები, ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლა იქნება თუ შეიძლება აი ამ პოლიტიკური რაღაც მოლაპარაკების პროცესში გადაწყდეს, რომ აი მაგალითად პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ გამოვა, თქვათ, უმრავლესობის ან უმცირესობის ჯერ, თქვათ, 7 წარმომადგენელი, შემდგომ უმრავლესობის 7 წარმომადგენელი, მათ მიეცემათ დრო, თქვათ, ან 10 წუთი, ან 5 წუთი, ან არ ვიცი, შეიძლება მეტის გადაწყდეს. თანმიმდევრობაც შეიძლება თქვათ ჯერ უმცირესობის წარმომადგენელი იყოს, თქვათ, შემდგომ უმრავლეს. მოკლედ, აი ეს არის ფორმატი, რაც არის მოსაფიქრებელი. ამაზე არის საუბარი, თორე დებატები იმ გაგებით, რომ მხარეები გამოვლენ და ისაუბრებენ, ხო, ეს ყველა შემთხვევაში შედგება და ეს პარლამენტს ძალიანაც რომ უნდოდეს და ძალიანაც რომ უნდოდეს ხელისუფლებას რომ არ მოხდეს, ხო, ესეთი რამ შეუძლებელია, იმიტომ რომ რეგლამენტი ამას ითხოვს, რომ ეს გააკეთებო. ეხლა მე კიდე ესეთი კითხვაც იყო, რომ პრეზიდენტის მიმართ თუ მოხდება კითხვების დასმა. პრეზიდენტის მიმართ კითხვების დასმა ესეთ რამეს არ ითვალისწინებს. აი ახსოვს საზოგადოებას რა ისიც რომ როდესაც პრეზიდენტი იყო სააკაშვილი და როდესაც მოდიოდა პარლამენტში მაშინ ცოტა ის სხვანაირი სხვა ფორმით რას გულისხმობ ამასაც აგიხსნით რა აი თქვენ კითხვაში თქვენ რაც კითხეთ რომ ანუ თქვათ ეს უნდა იყოს კონსტიტუციურად გაწერილი თქვათ ამას უნდა ესწრებოდეს თქვათ მთავრობის წარმომადგენლები თუ ასე შემდგომ წინა პრეზიდენტობის პერიოდში როგორი რეგულაცია არსებობდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. აი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის როგორი კავშირი იყო და როგორი კომუნიკაცია არსებობდა. აი მოდით გავაანალიზოთ ესა და მე ვთქვათ მოკლედ დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ თვალსაზრისით და ამას რო ვიტყვით, აი მე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, თქვა მთავრობა უნდა დაესწროს თუ არ უნდა დაესწროს ამ იმას. აი უყურეთ რა ხდებოდა ადრე. პრეზიდენტი იყო ის თანამდებობის პირი რომელსაც ფაქტიურად ყავდა თავისი მთავრობა. აი პირდაპირ შეგვიძლია ესე ვთქვათ. და რას გულისხმობ ამაში, რომ მთავრობის ფორმირება როდესაც ხდებოდა, პრეზიდენტს იმდენად ძლიერი, ესე ვთქვათ, როლი ჰქონდა ამ ფორმირების პროცესში, რომ ფაქტიურად შეეძლო ყოლოდა ის მთავრობა, რომელიც მას თვითონ სურდა. დღეს ეს შეუძლებელია. დღეს პრეზიდენტი ფაქტიურად არ მონაწილეობს მთავრობის ფორმირებაში და არც მიუღია, ვთქვათ, ამჟამინდელ პრეზიდენტს ამჟამად მოქმედი მთავრობის ფორმირებაში არანაირი მონაწილეობა, გარდა ფორმალურისა. რეალურად ეს ამ მთავრობის ფორმირება მოახდინა პარლამენტმა. ეხლა მოდით ადრე როგორ იყო, ისევ იმას დავუბრუნდები. პრეზიდენტს ჰქონდა ყველანაირი ბერკეტი, ფაქტიურად საკმაოდ ისეთ ძლიერი, ეფექტური ბერკეტები იმისათვის, რომ მოეხდინა მთავრობის საქმიანობაზე გავლენა. აი რას გულისხმობ? პრეზიდენტს შეეძლო ნებისმიერ დროს მოეწვია მთავრობის სხდომა, თვითონ ყოფილიყო თავმჯდომარე ამ სხდომაზე და გადაწყვეტილება რომელსაც მთავრობა მიიღებდა თვითონვე მოაწერდა ხელს, აი თუ გახსოვთ მაგალითად ტელევიზიით ესეთი სცენები, რომ და ეს თან ძალიან აქტიურად შუქდებოდა მაშინ, აი მე მახსოვს მაგალითად მთავრობის სხდომა, რომელიც ჩატარდა ღვიმეში, მთავრობის სხდომა, რომელიც ჩატარებულა რაღაც მშენებარე იმაზე ობიექტზე რაღაც და უკან ესე ვთქვათ მუშაობდნენ მთავრობის სხდომა, რომელიც ვთქვათ კახეთში უკან ისეთი ლამაზი ვენახის ხედის ფონზე, ხო? ესეთ რაღაცები გახსოვთ, ხო ალბათ? ეს რატომ ხდებოდა? ეს იმიტომ ხდებოდა, რომ პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება ჰქონდა, ეს კომპეტენცია ჰქონდა. მას კონსტიტუცია ამის უფლებას ანიჭებდა. დღეს რა თქმა უნდა ეს უფლება პრეზიდენტს არ აქვს. პრეზიდენტი დღეს ამ თვალსაზრისით არის მინიმუმამდე დასული პრეზიდენტი. ერთადერთი პრეზიდენტი შეუძლია მთავრობას თხოვოს, რომ რაღაც საკითხზე მოიწვიოს სხდომა. ეს არის და ეს. და ნუ ჯერ ამ უფლებით არ უსარგებლია პრეზიდენტს. ეხლა უყურეთ, ადრე პრეზიდენტს შეეძლო მთავრობის ნებისმიერი აქტი გაეუქმებია იმ საფუძვლით, რომ აი ეს კანონმდებლობასთან არის წინააღმდეგობაში.
დღევანდელ პრეზიდენტს არათუ რაღაც მთავრობის აქტი გააუქმოს, არამედ პირიქით არის ყველაფერი და გეტყვით რას გულისხმობ. დღევანდელ იმისათვის რომ პრეზიდენტის ზოგიერთი აქტი არის მთელი რიგი აქტებისა, ის აქტები რომ ძალაში შევიდეს, მას ხელი უნდა მოაწეროს პრემიერ-მინისტრმა და პასუხისგებელი ამ აქტის განხორციელებაზე არის მთავრობა. ანუ და აი რაც ყველაზე მთავარია, აი არსებითი კონტროლის ამაზე უფრო მაღალი, ესე ვთქვათ, ხარისხი კონტროლის არ არსებობს კონსტიტუციურ სამართალში, რასაც ახლა გეტყვით. პრეზიდენტს ადრე შეეძლო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს, ნებისმიერ წუთს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკური საფუძველი, ცოტა უტრირებასაც მოახდენდა, გეტყვით, რომ აი დილით ცუდ ხასიათზე რომ ამდგარიყო, ესე ვთქვათ, შეეძლო მთავრობის გადაყენება. დღეს რა თქმა უნდა პრეზიდენტს უკვე ესეთი რამე არ არსებობს, ხო? მთავრობას ესე ვერ მოექცევი, მთავრობა საერთოდ არანაირი პასუხისგებლობა და ანგარიშვალდებულება არ გააჩნია პრეზიდენტის წინაშე. არამედ მთავრობა პასუხისგებელი არის მხოლოდ პარლამენტის წინაშე. აი ხა მე ზოგიერთი რაღაც საკითხზე გავამახვილე ყურადღება და ეხა ბუნებრივია, აი როდესაც აი ასეთი კონტრასტი არის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში, ადრე რა ხდებოდა და ეხლა რა ხდება, ხო? ეხლა აქედან გამომდინარე ხდება კითხვა, რომ ნუ ადრე რო არ მისულიყო მთავრობა, ასე ვთქვათ, ისე ვამბობ, ვთქვათ, ცოტა უხეშად რო არ მისულიყო პრეზიდენტის გამოსვლაზე, ალბათ მეორე დღესვე გადააყენებდა პრეზიდენტი, ხო? მაგრამ ნუ ეხლა თეორიულად ეს წარმოუდგენელი არის, რომ არ მისულიყო. აი, როდესაც ესეთი მთავრობა ყავს, რომელსაც ესე აკონტროლებ, ხო? და დღეს ეხლა კითხვა გაჩნდა, რომ არის საჭირო მისვლა თუ არ არის. მე ჩემ აზრს არ გეტყვით, არ დავაფიქსირებ, უბრალოდ მხოლოდ აი ნორმების განმარტება მოვახდინე. ზოგმა ეხლა შეიძლება თქვას, რომ არა, მთავრობა უნდა ესწრებოდეს ამ სხდომას, ვინმე შეიძლება თქვას, რომ ნუ ამის მიზანშეწონილობა აღარ არის, იმიტომ რომ არანაირი, ესე ვთქვათ, კავშირი, რაღაც აი კონტროლი არ არსებობს პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის. აი კიდევ ერთი ნიუანსი. როდესაც აი ესეთი პრეზიდენტი ყავდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გულისხმობ, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, აი ეს რაც ახსოვს საზოგადოებას და კითხვებს უსვამდნენ ხოლმე მაშინ, აი თუ გინახიათ მაშინ აი პრეზიდენტის გამოსვლები, კითხვებს უსვამდნენ და პრეზიდენტის გამოსვლაც იყო განსხვავებული რა თვალსაზრისით, რომ ვინაიდან პრეზიდენტს ყავდა თავის მთავრობა. ბუნებრივია, პრეზიდენტის მიმართ ნებისმიერი კითხვა შეიძლება დასმულიყო, რომ აი მაგალითად, რატომ არის რომ თქვათ მთავრობაში არის კორუფცია. და ბუნებრივია პრეზიდენტი ამაზე ვალდებული იყო პასუხი გაეცა, იმიტომ რომ მისი მთავრობა იყო. თუ კორუფცია იყო, პრეზიდენტს შეიძლება შესაბამის რეაგირება გაეკეთებინა. პრეზიდენტისთვის შეიძლება გვეთქვა ну, აი მაგალითად სოციალური თვალსაზრისით რატომ არის ცუდი მდგომარეობა. ან აი ნებისმიერი კითხვა პრეზიდენტის მიმართ იყო ლეგიტიმური. დღევანდელ პრეზიდენტს ამ კითხვებს ვერ დაусმევ. ან თუ დაусმევ, როგორი ფორმით, იცით, იმ ფორმით, რომ მისი აზრი მოვისმინოთ. აი თქვათ, არის თუ არა კორუფცია, ან როგორი მდგომარეობაა სოციალური. იმიტომ რომ ის რაზეც პრეზიდენტი არ არის პასუხისგებელი, არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ რაღაცა მოახდინოს, თქვათ, გარდა პოლიტიკური განცხადებებისა, ბუნებრივია იმას ვერ მოთხოვ, ხო? აი ეხანდელი გამოსვლას პრეზიდენტის იქნება ესეთი, რომ პრეზიდენტი ისაუბრებს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და მისი ხედვას გვაჩვენებს ჩვენ, რომ აი მაგალითად აქ შეიძლება ამ სფეროში არის პრობლემა და მისი ვთქვათ ხედვა იქნება, რომ აი ესე უნდა გამოსწორდეს, ესე უნდა შეიცვალოს. აი ასეთი ფორმატის გამოსვლა იქნება პრეზიდენტის და არა ის, რომ მე პრეზიდენტს მოვთხოვოთ ანგარიში, აი რატომ ესე არ ხდება. ამას ვერ მოხდხო პრეზიდენტს ამ ანგარიშს, იმიტომ რომ რისი უფლებაც არ აქვს და რისი განხორციელების საშუალებაც არ გააჩნია, ბუნებრივია როგორ უნდა მოთხოვო, ხო? აი ამ განსხვავებებთან გვაქვს ჩვენი ხა დღეს შეხება. ადრე ეს სხვანაირად იყო, დღეს სხვანაირად არის და ნუ აი აქედან გამომდინარე ხდება აი უამრავი კითხვები, რასაც მასმედიაც აიტაცებს ხოლმე და ნუ საზოგადოებაშიც რაღაც კითხვები ჩდება. ნუ მე შევეცადე მხოლოდ აი ჩემი საკუთარი დასკვნები არ გამიკეთებია, ისე გესაუბრეთ, მხოლოდ აი ნორმები განმარტე, ადრე როგორ იყო, ეხლა როგორ არის. ნუ აქედან გამომდინარე დასკვნები თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ. არის რაღაც გაკეთება საჭირო თუ არ არის?
კი ბატონო, მოგახსენებთ ასევე ძალიან საინტერესო და აქტუალური კითხვა დაცვით გამომდინარე იქიდან, რომ აი ბოლო ცვლილება, რომელიც განხორციელდა, ეს იყო 2010 წელს და ეს ცვლილება ამოქმედდა უკვე 2013 წელს, როდესაც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფიცი დადო. ამოქმედა აბსოლუტურად ახალი რეგულაციები. ეხლა ხშირად მისვამენ ესეთ კითხვებს, სხვათა შორის ეს მართლობის რა მოდელზე გადავედით. ეს არის ანუ თუ მართლობის მოდელზე ვისაუბრებთ, ბუნებრივია. რადარა მართლობის მოდელები არის? ხო არის საპრეზიდენტო, არის საპარლამენტო და მესამე ისე მკვეთრად გამოხატული ეს არის ნახევრად საპრეზიდენტო ტიპის რესპუბლიკა. თუ მკითხავთ რომ არის თუ არა ეს ამჟამად მოქმედი მოდელი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ამას კატეგორიულად გეტყვით რომ ეს არ არის, იმიტომ რომ ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის მთავარი მახასიათებელი არის ეგრეთ წოდებული ბიცეფალური აღმასრულებელი ხელისუფლება. როდესაც აი ფრანგულ მოდელზე, როდესაც ერთი მხრივ პრეზიდენტი და მეორე მხრივ მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ერთმანეთს ეცილებიან და რაღაც ფუნქციებს ინაწილებენ. დღეს პრეზიდენტის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ფაქტობრივად ნომინალურამდე არის დასული. თუ მეტყვით რომ ეს არის საპარლამენტო კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა, კითხვა ჩდება რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მაშინ პრეზიდენტი რატომ არის პირდაპირ წესით არჩეული მოსახლეობის მიერ. პრინციპში უფრო დამაბნევებელი რო არ იყოს ჩემი კითხვა და უფრო აი პასუხი გაგცეთ უფრო ჩამოყალიბებული და კონკრეტული. ის კი არა მე ამაზე მახსოვს ერთ-ერთ რაღაც სამეცნიერო სტატიაში დაწერილიც მაქვს და ჩემი პოზიცია ესე მაქვს ჩამოყალიბებული. აი გავიხსენებ მე სადავწერე ესა და გეტყვით, სადაც ვამბობ რომ ეს არის საპარლამენტო შერეული მართლობის მოდელი, რომელიც გაჯერებული არის საპარლამენტო ტიპის ელემენტებით. საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი ელემენტებით. ანუ ეს შეიძლება უწოდოთ შერეული ტიპის რესპუბლიკა, რომელიც აშკარად გადახრილი არის საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ, ან შეგვიძლია თუ ძალიან მოვინდომებ თქვათ, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა. ესეც შეიძლება ითქვას, მაგრამ ალბათ უფრო სწორი შეფასება იქნება, რომ თქვათ, რომ აი შერეული ტიპის, რომელიც გაჯერებული არის ამ საპარლამენტო ტიპის ელემენტებით. იმიტომ რომ თავარი ელემენტი აი საპარლამენტო ტიპისთვის რა არის დამახასიათებელი? ხო პრეზიდენტის ფაქტურად მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციები მთავრობის ფორმირების წესში. მე კი ვახსენე დღეს რომ მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ პარლამენტი, ანუ პარლამენტის ნებაზეა დამოკიდებული. საპარლამენტო რესპუბლიკებს ძალიან მარტივი შიდა აგებულება აქვს, შიდა კონსტრუქცია აქვს. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული გუნდი ახდენს მთავრობის ფორმირებას. ეგ ნახევრად საპრეზიდენტოში შეიძლება სხვა რაღაც განსხვავებულადაც მოხდეს, მაგრამ ანუ მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობს პარლამენტი, მთავრობა პასუხისმგებელი არის მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ეს ფაქტურად ქმნის უკვე საპარლამენტო რესპუბლიკის იმას, წინაპირობას, რომ თქვათ, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომ არ იყოს პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევნები, შეიძლება გვეთქვა, რომ ეს არის კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა. უბრალოდ პრეზიდენტის არჩევნების ინსტიტუტი რაღაც აი კითხვებს ბადებს. თუმცა მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავალებთ, თვალს ბევრი საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტებს ირჩევდნენ პარლამენტები და არა თქვათ სახალხო წესით არჩეული პრეზიდენტები, მათ შეცვალეს და ისინი წავიდნენ იმ გზით, რომ პირდაპირ წესით ხდება. აქაც უკვე პრეზიდენტების არჩევები, აი მაგალითად ავსტრია შემიძლია დაგისახელოთ, აი ხა ბოლოს ეს მოხდა თურქეთშიც. თურქეთმა განახორციელა კონსტიტუციური ცვლილება და უკვე იქ აქამდე პარლამენტი ირჩევდა, ეხლა იქაც პრეზიდენტს ირჩევს უკვე მოსახლეობა პირდაპირ არჩევნების წესით. ასე რომ აი ჩემი პასუხი ესეთი არის თქვენს კითხვაზე.
კი ბატონო, დიდი მადლობა. მოგახსენებთ ხა პირველ კითხვას რაც შეეხება რომ თხოვეთ რომ შემეფასებინა კომიტეტების საქმიანობა, სხვა კომიტეტების საქმიანობა, ჩემ კი ძალიან ბევრი კი ვილაპარაკე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, ყველაფერი ლამის ჩვენ გვეხება თქო, მაგრამ ეს ცოტა ძალიან ხმამაღალი იქნებოდა ჩემი მხრიდან, ესე ვთქვათ, რომ ესე ვთქვათ სხვა კომიტეტები როგორ კარგად მუშაობენ თუ ცუდად მუშაობენ, ამაზე რომ ვისაუბრო, ну, ალბათ ეს კომიტეტის საქმიანობა დაახლოებით ისეთი რამ არის, როგორც რო ვთქვათ, რომ როგორ მუშაობს ესა თუ ის სამინისტრო. ხო, ანუ და ალბათ ეს გადაწყვეტილებები და ეს შეფასებები უნდა გააკეთოს საზოგადოებამ და მოსახლეობამ, ხო? უბრალოდ მოსახლეობა უფრო კარგად ხედავს ამა თუ იმ სამინისტროს საქმიანობას, იმიტომ რომ სამინისტრო ეს აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლია და კომუნიკაცია შეიძლება მოსახლეობასთან, ხო? უფრო აქვს თქვა მინისტრებს, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, იმიტომ რომ ისინი აღასრულებენ იმ ესე ვთქვათ რეგულაციებს, რომელსაც იღებს საკანონმდებლო ორგანო, ხო? ამიტომ კომიტეტის საქმიანობის შეფასება ალბათ უფრო სწორი იქნება, პირიქით თქვენ უნდა აკეთებდეთ ამას, თქვენ უნდა ხედავდეთ ამას, თუ რა მდგომარეობა არის, თქვა ჯანდაცვის სფეროში და თუ ჯანდაცვის სფეროში კარგი მდგომარეობა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის კომიტეტიც კარგად მუშაობს. თუ რა მდგომარეობა არის, თქვა აგრარულ სექტორში და თუ კარგი მდგომარეობა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ იქაც თქვა ეს კომიტეტი კარგად მუშაობს. ანუ როგორ არის, იცით, სამინისტრო მხოლოდ ვერ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლი ვერ იქნება, ესე ვთქვათ, იდეალური ორგანო და თავის საქმიანობის იდეალურად განმახორციელებელი, თუ ბუნებრივია მას შესაბამისი კომიტეტისგან არ აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, იმიტომ რომ სამინისტრო აკეთებს იმას და მუშაობს იმ რეგულაციებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ხო? კანონშემოქმედებით სფეროს გულისხმობ ამ ნაწილში, ასე რომ, ну, აი ეს არის აი პასუხი, ჩემი პასუხი თქვენ კითხვაზე. რაც შეეხება მეორე კითხვას, რომ მეორე კითხვა იყო, ესე იგი თქვენ ბრძანეთ, რომ როდესაც ბატონმა გივი თარგამაძემ რაღაც გარკვეული ინფორმაციის მიღება მოახდინა, ამაზე ესე ვთქვათ, ну, როგორ გითხრათ, ის რაზეც იყო საუბარი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს, იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში უკვე არის იქ სხვა რეგულაცია და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცემა და იმავდროულად მიმღების მხრიდანაც ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედება. უბრალოდ მე არ ვიცი ვინაიდან როგორც იურისტი გესაუბრებით და ამ შემთხვევაში არა საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ როგორც აი რიგითი იურისტი რაღაც კონკრეტული ქმედების კვალიფიკაცია მთხოვე თქვენ და ამას ვაკეთებ, მე რომ ამის კვალიფიკაცია მოვახდინო, უნდა მქონდეს ძალიან დეტალური ინფორმაცია, თქვათ იქ რა ინფორმაციის გაცემა მოხდა, როგორ მოხდა ეს და ხო არ იყო იმის უკან რაღაც ანგარება, აი მაგალითად რაღაც მატერიალური ინტერესი თუ რასთან იყო ეს დაკავშირებული, ხო ბუნებრივია იურისტები, როდესაც რაღაცას კვალიფიკაციის შეფასებას ახდენენ, ესეთი დეტალური ინფორმაციის საჭიროება აუცილებელი არის, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ თუ აქ იყო ესე ვთქვათ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცემა, ბუნებრივია ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თუ არის სისხლის სამართლის დანაშაული, მოგეხსენებათ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას და როდესაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მაგალითად ისევ ვამბობ, თქვათ, აი რაღაც ჰიპოთეტურად პარლამენტის წევრის მიმართ. გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა არის მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. პროცესში თქვენ იცით, რომ მას უჩერდება უფლებამოსილება, სტატუსი, თუმცა იგი მაინც ითვლება, რომ არის პარლამენტის წევრი, მაგრამ როგორც კი გამამტყუნებელი განაჩენი დარჩება, შემდგომ უკვე მას უწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ასე რომ თეორიულად პარლამენტის წევრი, რომელიც ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია ეს მას დაუმთავრდება არა თქვათ სისხლის სამართლებრივი სანქციით, არამედ კონსტიტუციური სამართლებრივი სანქციით, როგორიც არის მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. ბრძანეთ. კი
კი ბატონო, მოგახსენებთ, ჩვენ რეგლამენტში გვაქვს გაწერილი ესეთი პროცედურა, რომ პარლამენტის წევრი, როდესაც ითხოვს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ამ შემთხვევაში ჩვენ ვამოწმებთ ამ განცხადების ნამდვილობას. ანუ რამდენად თქვა მართლა მას ეკუთვნის თქვა ეს განცხადება და რის საფუძველზე რატომ გადაწყვიტა მიიღო მან ესეთი გადაწყვეტილება. როგორ იქ არის, როგორ არის მას შემდეგ რაც განცხადებით მომართავს პარლამენტის წევრი, არის ერთკვირიანი ვადა, როდესაც განმცხადებელს პარლამენტის წევრს შეუძლია უარი თქვას თავის ესე ვთქვათ განცხადებაზე და შეიძლება გადაიფიქრა, ხო? რაღაცა მოხდა, თავიდან მიიღო ესეთ გადაწყვეტილება, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში აქვს უფლება, რომ ეს განცხადება უკან წაიღოს და ასეთ შემთხვევაში იგი ისე დარჩება. აი ასეთ დეტალებს ჩვენ უყურებთ, ჩვენ ვამოწმებთ და თუ დადასტურდა, რომ იგი მართლა ითხოვს, რომ მას შეუწყვეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, აი მაგალითისთვის ბოლო შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის წევრს ბატონ გიორგი ოჩიაურს შეუწყვეტათ უფლებამოსილება, ხო? ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ საფუძველი ამის იყო მისთვის მისი ავადმყოფობა. მან ეს მოითხოვა, ავადმყოფობის გამო მოითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ხო ეს ისეთი ნიუანსია, მაგრამ ამას აქვს მნიშვნელობა, აი გეტყვით რატომაც. როდესაც პარლამენტის წევრი ითხოვს უფლებამოსილების შეწყვეტას, რა თქმა უნდა, პროცედურების დაცვით მას შეუწყდება უფლებამოსილება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პარლამენტის წევრი ვერ აიღებს იმ პენსიას, რომელიც შემდგომ მას შეუძლია ჰქონდეს როგორც ყოფილ პარლამენტის წევრს, ხო? მაგრამ თუ საფუძველი არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასე ვთქვათ, ამ განცხადებით მიმართვა პარლამენტისათვის და საფუძველი ეს არის, ასეთ შემთხვევაში უკვე სხვა რეგულაციაა. ასეთ შემთხვევაში უკვე მას რჩება ის უფლება, რომ მიიღოს ის პენსია, რომელიც შემდგომ უკვე შესაბამისი ასაკის შემთხვევაში ეკუთვნის პარლამენტის წევრს. ხო, აი ერთ შემთხვევით რაღაც ისეთი ნიუანსი, მაგრამ აი ესეთ დეტალებს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ასე პრაქტიკაში ესეთი რამე არ ყოფილა, რომ პარლამენტის წევრს მოემართა განცხადებით კომიტეტისთვის და ან პარლამენტისთვის და შემდგომ მას უარი მიეღო ამაზე. ესეთი რამე არ მოხდა, ეხლა არ მომხდარა, ბუნებრივია რატო უნდა წავიდეს პარლამენტის წევრის ნების საწინააღმდეგოდ, ხო? თუ ამის მართლა რაღაც რეალისტური და ნამდვილი საფუძველი არსებობს, რომ იგი ითხოვს მას არ შეუძლია რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო. სხვა შორის აი ესეთი განცხადებით მოგმართავ ჩვენ მანამდე დავით საყვარელიძე. დავით საყვარელიძე, რომელიც ჩვენ მას რო ესე ვთქვათ დაუკავშირდით, მან დაადასტურა, რომ იგი დაინიშნა უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე და მან თქვა, რომ მე ამ საფუძვლით უარს ვამბობ პარლამენტის წევრის უფლებამოსილებაზეო. ამ საფუძვლით შეუწყდა, უпростоრად მისი განცხადების საფუძველზე შეუწყდა, მას რომ აი თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ არ მოემართა პარლამენტისთვის, ხო? როგორც კი ჩვენ ამ ფაქტს დავადგენდით, რომ მან დაიკავა შეუთავსებელი თანამდებობა, უკვე შეუწყდით, რა თქმა უნდა, ოღონდ არა მისი განცხადების საფუძველზე, არამედ იმ საფუძველზე, რომ მან დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა. აი ესეთი ნიუანსები, დეტალები არის, რომელსაც ჩვენ ამოწმებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს ვიღებთ. შეკითხვები? გისმენთ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის? კი ბატონო, გიორგი გონჩხიაძე თქვენი ელექტორი ხო არ იყო? ისე დასვით. ისე დასვით მასზე კითხვა, რომ გაინტერესებთ რა ფუნქციები გააჩნია. ხო, ყველა ესე ვთქვათ, ეს მთავრობასაც მათ შორის, აი ესეთ ორგანოებს ყველას ყავს თავიანთი საპარლამენტო მდივნები. ის კი არა, ეხლა თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციები რო არის, მათაც კი ყავთ საპარლამენტო მდივნები. ეს არის თანამდებობის პირი, ან რაღაც თქვათ გააჩნია ეს თქვათ სახელმწიფო ორგანოზე არის თუ რაზე არის საუბარი, რომელსაც პარლამენტთან კომუნიკაციაში, პარლამენტთან ურთიერთობაში აქვს თავისი ფუნქციები, ხო? ბუნებრივია, გიორგი კვერენჭყილაძე ამ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტთან ურთიერთობაში
და იგი პრეზიდენტის მიერ აღჭურვილი არის მთელი რიგი უფლებამოსილებებით, ხო? ну მას იგი მაგალითად ნებისმიერი აქტი რომელსაც წარმოადგენს აი მაგალითად ბოლო პერიოდში ხშირად ძალიან გიორგი კვერენჩხილაძე ბატონი გიორგი რომელიც არის ჩემი კოლეგაც ერთი მხრივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეორე მხრივ ჩემი მეგობარიც როდესაც იგი აი ბოლო პერიოდში მას უწევდა ხშირად პრეზიდენტი ასახელებს სხვადასხვა კანდიდატებს ხო ზოგიერთ თანამდებობაზე აი მაგალითად უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ხდება როგორ პრეზიდენტი წარმოადგენს კანდიდატურას და პარლამენტი ირჩევს ისევე როგორც მაგალითად სხვადასხვა მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის არჩევას ასევე პრეზიდენტი ასახელებს კანდიდატებს პარლამენტი ირჩევს აი ამ პროცედურებში რა თქმა უნდა ბატონი გიორგი იღებს მონაწილეობას ბატონმა გიორგიმ პრეზიდენტის სახელით წარმოგვიდგინა ჩვენ მაშინ კანდიდატები ეს ქალბატონ ნინო გვენტაძის კანდიდატურა იყო მაშინ და ნუ კიდე სხვა თანამდებობის პირების და სწორედ აი ამ პროცესში არის იგი უშუალოდ ჩართული და პრეზიდენტის სახელით იგი ახორციელებს ესე ვთქვათ შესაბამის უფლებამოს ფუნქციებს ასე ვთქვათ აი ძალიან კომუნიკატორის თუ შეიძლება ესე ითქვა საშუალება არის აი ეს თანამდებობა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის აი ძალიან ისე ცოტა უხეშად რომ განმარტოთ ესა კი ბატონო თქვენ შეგიძლიათ თქო მე შემიძლია უთხრა რომ მობრძანდეს და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის მე თქვენ თუ გააქვთ ამის სურვილი მე შემიძლია მას ვთხოვო და იგიც მობრძანდება და უფრო დეტალურად ისაუბრებს ალბათ საპრეზიდენტო ინსტიტუტზეც და ესე ვთქვათ მის კონკრეტულ კომპეტენციაში შემავალ სხვადასხვა ფუნქციაზე ძალიან დიდი მადლობა მე დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენთან შეხვედრა იმდენად ვთქვათ აი გრძნობდი თქვენი მხრიდან ინტერესს და იმდენად საინტერესო კითხვები დამისვით რომ ეხა უცებ ლექციაზეც კი წარმოვიდგინეთ თავი და ფაქტობრივად აღარ მინდა ეს რომ არც კი მინდა რომ ეხა შევწყვიტოთ ეს ესე ვთქვათ ლექცია პირობითად ვიძახი თუმცა ნუ სამწუხაროდ მეც ესე ვთქვათ უკვე სხვა რაღაც დაკავებული ვარ და რაღაც სხვა რამ უნდა გავაკეთოთ თქვენს ალბათ შეიძლება ცოტა გადაგღალეთ კიდეც ამ დღენის საუბრით ყოველ შემთხვევაში დიდი მადლობა რომ გამოხატეთ ინტერესი და ყოველთვის მზად ვარ თქვენი სურვილი თუ იქნება მოვიდეთ და თქვენთვის ესე ვთქვათ მნიშვნელოვან საინტერესო თემებზე ვისაუბროთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი